მოგესალმებით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენ გადაცემას პოლიტიკაზე საუბრით. დღეს ჩვენთან სტუმრათაა ცნობილი პოლიტოლოგი ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილი. ბატონ ჰამლეტ, გამარჯობათ, მოხარული ვართ, რომ კვლავ გხედავთ ჩვენ სტუდიაში და იმედია ჩვენი მაყურებელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიიღებს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, თქვენი გამოცდილებით, თქვენი ცოდნის წყალობით, ასე ვთქვათ. და აი ჩვენ რო დავიწყოთ ახლა ჩვენი საუბარი, აი ტრამპის პოლიტიკით, აი მოსვლისთანავე და რას მოგვიტანს ეს პოლიტიკა ჩვენ საქართველოს? ჩვენ ესე იგი საქართველოში ისეთი დიდი იმედი აქვს იმისა, რომ ტრამპი გადმოგვხედავს. იცით, მე დიდ ეჭვებს გამოვხატავ ამასთან დაკავშირებით. მაშინ ხო შეიტანეს მეგობრობის პაქტი. 4 წელი აქ ტრამპს. კი ბატონო. 4 წელი. 4 წლის განმავლობაში ის პროგრამა, რომლითაც ის იხემძღვანელებს ამ 4 წლის განმავლობაში, არის აბსოლუტურად ცოტა დრო ამ პროგრამის შესასრულებლად. ეს არის საშინაო პრობლემები, ბაიდენის მიერ ჩასრული ჩაოხრებული ეკონომიკა, საფინანსო მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩინეთთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთი, უკრაინის ომი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? კი. აი ეხლა ამ დროს როგორ წარმოგიდგენიათ, როდის და რა მომენტში უნდა გადმოიხედოს ტრამპმა საქართველოსკენ, საქართველოში როდის ჩაიხედოს და გაერკვეს მის საშინაო მდგომარეობაში. სულ იმედსაც ნუ გადაგვიწვირა. არა, იმედი რაში ეცეთ საქმე, მე რეალისტი ვარ. ხო, რა თქმა უნდა, ხუმრობთ. ესე იგი, მოდით რა, რეალურად ვილაპარაკოთ. თუ ეს იქნება გადმოხედვა, ეს არ იქნება სერიოზული გადმოხედვა, ეს იქნება ელემენტარულად ზედაპირული შეხედვა. ეს არ არის ისეთი რაღაცა, გახსოვთ ალბათ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე. კი ბატონო, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი გახდათ და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ისე მოახერხა, რომ სალომე ზურაბიშვილი დასვა ტრამპის უკან. ტრამპი იყო მთავარი სტუმარი იქ, ხო? და ისიც კარგად გემახსოვრებათ უზდელმა დედაკაცმა, რომელიც სამწუხაროდ იმჟამად წარმოადგენდა საქართველოს, როგორი ნახტომი გააკეთა ტრამპისკენ და ზურგზე შეახტა ფაქტიურად. მოახედა აქეთ მოიხედეო. ზურგზე შეახტა ფაქტიურად, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ელემენტარულად დიპლომატიაში და ელემენტარულად პოლიტიკაში. ესე იგი, ხელით და არ გაჩავენ მით უმეტეს ისეთი ქვეყნის პრეზიდენტი და არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი და მით უმეტეს ისეთის, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და არ ახსენებენ მას, რომ მე ესა ვარ, ისა ვარ და რაღაც სისულელეები, ხო? ესე იგი, მე ვერ გეტყვით თქვენ დამოკიდებულებაზე ამბობთ ახლა. მე ვამბობ დამოკიდებულებაზე, ელემენტარულად ვერ გეტყვით ტრამპს რა შთაბეჭდილება დარჩა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არა, ასე ვთქვათ, დადებითი, ვინაიდან მისი ქცევა იყო აშკარად მიუღებელი. ეხლა აი ეს თუ გაახსენებს ტრამპს, აი ეს უზდელობა თუ გაახსენებს ტრამპს საქართველოს და ის რომ ოდესღაც სააკაშვილის თხოვნით, ახსოვთ ალბათ სააკაშვილი როდესაც პრეზიდენტი იყო, ის მივიდა ტრამპის ოფისში, ტრამპი იჯდა არც კი შეუხედია მისთვის, ანუ სააკაშვილისთვის, სააკაშვილი იდგა როგორც ქართველები იტყვიან როგორც ჯორი, ისე დაჟილი ბავშვივით და ელოდებოდა ტრამპი როდის გამოიხედავდა მისკენ, გაიხედავდა მისკენ, ხო? და ბოლოს როგორც იქნა აღირსა ეს მზერა და მე არ ვიცი რა ძალით, რის ძალით, ვისი ჩართვით სააკაშვილმა მოახერხა ტრამპის ჩამოყვანა ბათუმში. არა, ბათუმში კი ბატონო. სადაც ვითომ ტრამპს უნდა აეშენებინა ტრამპ ტაუერი, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მაღლივი შენობა ბათუმში, მერე იყო ლაპარაკი ვითომ თბილისში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტრამპის გუნდმა რო გადახედა ვინ იქნებოდა ამ
პროცესში ჩართული და რომ გაიგო რომ არის ერთ-ერთი ზარალა, ცხადია ელემენტარულად უარი განაცხადა. ზარალა კი იცოდა ვინ იყო კაცო? აუხსნეს, აი ზარალა ეს მე ვამბობ საქართველოს საზოგადოებისთვის, თორემ ტრამპს გვარი და სახელი უთხრეს და ისიც უთხრეს რომ ვინ არის ეს პიროვნება, რას წარმოადგენს და ასე შემდეგ არაფერი აი როგორც იტყვიან ინგლისურად დაემშვიდობაო, არც არაფერი უთქვამს ისე გავიდა მას შემდეგ წლები აღარც მოუხედავს პატიცემული სააკაშვილი ხეხავს აგერ ციხეს უკვე თითქმის 2 წელია ტრამპს საერთოდ არ გამოუხედია საქართველოსკენ და ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა როდესაც სალომე ზურაბიშვილმა თავისი მახინჯური და უზდელური ქცევით გაახსენა მას საქართველო, მაგრამ გაახსენდება მას თუ არა საქართველო ეს ღმერთმა იცის, ხო? ეხლა ის ამბავი რომ ვიღაცა კონგრესმენი, რესპუბლიკელი, როგორც სალომე ხატავს, რომ ესე იგი დაინტერესებულია სალომეს პრეზიდენტობით და მიიჩნევს რომ სალომე არის აცდამარადის საქართველოს პრეზიდენტის სულ, ესე იგი სალომე იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ამას ეუბნება ამერიკელი კონგრესმენი, ესე იგი მე ვერ გეტყვით. სალომეს აშაყირებს თუ საქართველოს აშაყირებს არა ეგ სანქციებზე ხო არის საუბარი გაგრძელოს ადმინისტრაცია და სანქციებზე ეს მეგობართა აქტის დამტკიცება იცით რა შეა საქმე ეს არაფერს არ ნიშნავს ეს ყველაფერი რაღაცას ნიშნავს ხადია და რაღაცას ნიშნავს ამ ასე ვთქვათ გაპარტახებული ქვეყნისთვის მაგრამ საქმე ისაა რომ შენ ვინც არის დღეს პოლიტიკაში ის უყურებს არასერიოზულად თავის თავს და თავის ქვეყანას სერიოზულად რო უყურებდეს, მაშინ სხვა პოლიტიკა ექნებოდა მას. სერიოზულად მომზირალი, ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება და მე აქ მარტო ეს ხელისუფლება არ მყავს ხედველობაში, მე მყავს ყველა ის ხელისუფლება, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში მეფობდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საქართველოში, ესენი არ მართავდნენ, ესენი ელემენტარულად იმპერატორები გასცემდნენ განკარგულებებს და იღებდნენ ფულს, ანუ ქართულად რო ვთქვათ, მაყუთს თავი ჯიბისთვის, ხო? ესე იგი ჟარგონზე. ხო. ესე იგი პატივს სცემდნენ საკუთარ თავს, ასე იყო სააკაშვილი, ასე იყო შევარდნაძე, გამსახურდია ვერ მოაცრო უბრალოდ ცოტა ხნით იყო და რაც დავარია, აგერ მოგესწრებათ 12 წელზე მეტია შემომჯდარია საქართველოს ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილი მისი, ასე ვთქვათ, იმედის გუნდით, ასე ვთქვათ, ოცნების გუნდით და ყველას გონია, ყოველ შემთხვევაში ეგონათ, რომ ისაც ბიძინა მოდიოდა ხელისუფლებაში, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ეცხოვრა საამურად. დაპირებები იყო ასე. 5 მილიონი თვითოსოფელი, უფასოფული და რა ვიცი. შექმნილი იყო კომისიები, გახსოვთ ალბათ გარგობრივი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კულტურის კომისიაში მე ვიყავი. საქართველოს განვითარების. აი როგორც თქვენ არ მიგიღიათ შემდეგ მონაწილეობა არაფერში. ხო არ მიგიღიათ, არავის არ გახსენია, არც სოფლის მეურნეობის. მადლობა არ უთქვამს არავის, მაგრამ ესე იგი, დამთავრდა ეს ყველაფერი, დარჩა სიტყვებად და როგორც იქნა საქართველოს მოსახლეობის ტვინამდე დავიდა, რომ ბიზნა არის მატყუარა ელემენტარულად და არაფრის გამკეთებელი. ისე როგორც ნებისმიერი ბიზნესმენი რომელიც მოაჯდება ხელისუფლებას. ასეთი იშვიათად არის, მაგრამ იშვიათი გამონაკლისია ტრამპი, ხო? ტრამპი არ არის მარტო ბიზნესმენი. ის პოლიტიკოსიც არის და მისი სურვილი იყო ყოველთვის რომ გამხდარიყო პრეზიდენტი. ერთადერთი ბიზნესმენი გახდა, მილიარდების დააგრო, ყველაფერი და ერთადერთი სურვილი აიხთინა, როდესაც ის პირველად გახდა პრეზიდენტი, მოგესწრებათ, ეს იყო 4 წლის წინათ. მან ბევრი რამ ვერ შეასრულა იმ პირველი, ასე ვთქვათ, მოსვლის დროს, პირველი 4 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ხელი შეუშალა კოვიდმა, მილიონმა ისეთმა პრობლემამ, რომელიც მისთვის გადაუჭრელი გამოდგა, ამას დაემატა ისიც რომ დემოკრატები საკმაოდ, ასე ვთქვათ, მძიმედ უპირისპირდებოდნენ მას, ჰქონდა სასამართლო პროცესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი,
რა განსხვავება 55 იყო ხომ მაშინ 57-ის და დღეს არის 57. 56-ე იყო ბაიდენი. 56-ე მოითავა 4 წელი. ამ 4 წლის განმავლობაში იმდენად სიცოცხლის უნარიანი გამოდგა ტრამპი, რომ არ შეუჩერებია მუშაობა. ესე იგი, დიდი ინტერესი გამოავლინა პოლიტიკისადმი, ის გახდა პირველი მოსვლის დროს 55 პრეზიდენტი რომ გახდა, მაშინ რესპუბლიკური პარტიისთვისაც უცხო იყო ტრამპი. არ იყო მის ამ პარტიისთვის მისაღები ტრამპი, მაგრამ აი ეხლა 57 პრეზიდენტი ვიდრე გახდებოდა, ის გახდა უპირველეს ყოვლისა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. ესე იგი, ისეთი ლიდერი, რომელსაც ემორჩილება ყველა. მთელი რესპუბლიკური პარტია მაპატიე მაყურებელო და მსმენელო წაწოლილია ტრამპის ნებისმიერი სიტყვის მიმართ, ხომ? რასაც იტყვის ტრამპის ნათქვამი არის როგორც იმპერატორის ნათქვამი. ეხლა წარმოიდგინეთ. ტრამპმა მაშინ ვერ შექმნა ისეთი გუნდი, ვერ ჩამოაყალიბა, რომელიც იქნებოდნენ ტრამპისტები, ხომ? მაგრამ ეხლა 57 პრეზიდენტ ტრამპს აქვს ესე იგი კარტ ბლანში მან შექმნა ისეთი გუნდი პროფესიონალებისა, ზოგი არის პროფესიონალი, ზოგი ძალიან ძლიერი პროფესიონალი, არიან დილეტანტებიც, მაგრამ საერთო რამ, რაც მათ აერთიანებთ, არის ტრამპიზმი. არის ტრამპისადმი ძალიან ისეთი ლოიალური დამოკიდებულება, მისი ტრამპისადმი ერთგულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ამერიკის პრეზიდენტისათვის და ნებისმიერი პრეზიდენტი. უფრო ქმედითი იქნება მისი ეს ერთი, მეორეც კონგრესის ორივე პალატა მისია, ანუ ორივეში მოიგეს რესპუბლიკელებმა, როგორც ასე ვთქვათ, ქვედა პალატა, ისე სენატში და წარმოიდგინეთ ახლა მას ფაქტიურად მწვანე შუქი აქვს ანთებული ყველა მიმართულებით. ახლა რაც შეეხება მის პოზიციას, მისი პოზიცია არის, როგორ იცით, წარმოიდგინეთ ახლა ეს არის იმპერატორი, მან თავი წარმოიდგინა იმპერატორად. გამოავლინა რა, როგორ გითხრათ, ნეოკოლონიალიზმის ასე ვთქვათ, ნეოკოლონიალისტის სურვილები. ახლა წარმოიდგინეთ, კოლონიალიზმი მოგესწრებათ, როდის იყო და წონებული პრეზიდენტი რუზველტი მე წაკითხული მაქვს მის შესახებ ძალიან ბევრი წიგნი და მათ შორის არის რუზველტის იქ ამოიკითხავთ იმას რუზველტის დამოკიდებულება ჩერჩილისადმი ჩერჩილი მოგესწრება დიდი ბრიტანეთი პირველი კოლონიალისტი თავისი კოლონიებით როგორც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ისე აფრიკაში და ყველგან ხომ რუზველტის კატეგორიული მოთხოვნა იყო რომ ჩერჩილს გადაედგა ნაბიჯი კოლონიალიზმის გასაუქმებლად, ასალაგმავად. მართალია რუზველტი ამას ვერ მოესწრო, მოგესწრებათ ის გარდაიცვალა, მაგრამ კოლონიალიზმის საფუძვლები უკვე შერყეული იყო და ფაქტიურად ჩერჩილის ვერ ჩერჩილი მოესწრო რა ცოცხალი 48-ში ხო ინდოეთი განთავისუფლდა. არა, 48-ში თავისთავად, მაგრამ მოგვიანებით, ესე იგი, ჩერჩილი უკვე პრემიერ-მინისტრიც აღარ იყო და არაფერი, იყო ელემენტარულად ისტორიული ფიგურა, როდესაც 60-იანი წლებიდან ფაქტიურად დაიწყო მთელი ამ კოლონიალიზმის უღლის ჩამოხსნა აფრიკის ქვეყნების, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, რუზველტი გადაბრუნდებოდა, რომ მოესმინა ტრამპის სიტყვები დაკავშირებული გრენლანდიასთან, პანამის არხთან დაკავშირებით, კანადასთან დაკავშირებით, მექსიკასთან და ასე შემდეგ. კანადა როგორ უნდა შეიერთოს? ერთად ერთი გავლენა. ეს მე ვერ გეტყვით, ეს არის ხუმრობით დათქვამი თუ სერიოზული მარცვალი დევს ამაში. მე როგორც ვატყობ, ამაში დევს სერიოზული მარცვალი, ის რომ მისი პრეტენზიები კანადის მიმართ ეს არ არის მარტო სავაჭრო ტარიფები და ასე შემდეგ და ასე ამბავი პანამის სრუტე. ესე იგი, ეს არის მისი დამოკიდებულება ტრიუდოსადმი
კანადის პრემიერ-მინისტრისადმი, რომელიც ასე ვთქვათ, უკვე დადებულია ქართველები ამბობენ ხოლმე ნიჩაბზე, ანუ ქართულად რუსულის ლაპათქაზე და დღეს თუ არა ხვალ ის პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება. მაგრამ რა შუაშია, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი. კანადა არის დიდი ბრიტანეთის და დიდი ბრიტანეთი კანადის მმართველი ფაქტიურად არის დიდი ბრიტანეთის მეფე, ხომ? ამ შემთხვევაში ვინ კარგად იცის ჩვენმა ჩარლზ სმენელმა და მაყურებელმა, ხომ? დიდი ბრიტანეთის მეფეს არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით. თითქოს ეს არ ხდება კანადასთან მიმართებაში. მის რეალურ ტერიტორიასთან მიმართებაში. რატო და იმიტომ რომ არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არის ჩასწრილი და შეშინებული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ტრამპის ფეტიშად გამომცხადებელი. არამედ მთელი დასავლეთ სამყარო და ის რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებად, სატელიტებად, ხომ? კი. ყველა მათგანი არის ჩასწრილი და შეშინებული. ავიღოთ მაგალითად ევროკავშირი. ტრამპი ამბობს, გრენლანდია უნდა იყოს ჩემი. მორჩა და გათავდა. ხომ? ბრძანა იმპერატორმა მისი უნდა იყოს გრენლანდია. შემამაცხონებულო. ევროკავშირი რო ხარ და ურსულა თუ ორსულა რო ქვია. რა ქვია, ფონ დერ ლაინი, დიდი ენა როა გადმოგდებული საქართველოს მიმართ. ყველას მიმართ, ხომ, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ და რაღაცა, ხომ? ანდა ეს რა ქვია, 15 წლის ბავშვი მე ვიტყოდი ისა, რა ქვია, კაია კალასი, ესტონეთი რაც წარმოადგენს იმის, ასე ვთქვათ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევროპის უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობების კომისრად რო დაენიშნა, ვთქვათ, ურსულას, ხომ? იგივე ამერიკის შეერთებული შტატები. რას წარმოადგენს ახლა კაია კალასი? არც არაფერი. კაია კალასის განცხადება მოისმინეთ სადმე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი მიდგომა გქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის მიმართ. იმიტომ რომ გრენლანდია არის დანიის შემადგენელი ნაწილი, დანია კი არის ევროკავშირის წევრი. არა ასოცირებული, არა ასეთი და ისეთი, არამედ ნაღდი და მთელი მრავალი წლის განმავლობაში დაახლოებით იქიდან დაწყებული, რაც ფაქტიურად პირველ წლებიდან არა, მაგრამ შემდეგ წლებში ევროკავშირის წევრად შემდგარი, ხო? დიახ. ტრამპი ელაპარაკა დანიის პრემიერ-მინისტრს. როგორც პრესა იტყობინება, ეს იყო დაახლოებით დინების მაგვარი. და ტრამპა დააშინა უბრალოდ ქალია იქ პრემიერ-მინისტრი დანიის, რომელსაც ფაქტიურად უბრძანა შენი დედა შენი ეს ტერიტორია უნდა მომწეო, ხო? ახლა უყურეთ ამ ქალმა რა გააკეთა. ძალიან ისეთი ნაბიჯი გადადგა, დაუძახა მეზობელ ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს, ესე იგი ნორვეგიის და შვეციის დაასხდნენ ჩაი დალიეს, ილაპარაკეს ამ საკითხზე და ნალაპარაკი არის როგორ იცით რა, აი ესე არც ერთი კონკრეტული სიტყვა, არც ერთი მოწოდება რიხიანი, რომ შენ ამერიკა ხარ თუ ვიღაცა, ხომ? როგორ ბედავ, და როგორ არა, აბსე ჩასწრილი. ესე იგი შეშინებული, დამფრთხალი, არიციან რაკნან, ესე იგი ისე როგორ მთელი ევროკავშირი არის მაპატი და ჩასწრილი, ხო? და ელოდება რა სიტყვის ტრამპი. ესე იგი მოვიდა იმპერატორი, რომელიც ყველას აშინებს. სოფლიოთან. ხო, სოფლიოს იმპერატორი, რომელიც აქეთ-იქით იყურებს, ერთადერთი რაც ტრამპმა თქვა, დადებითი. დანარჩენ სოფლიოსთან მიმართებაში. ეს იყო რუსეთის მიმართ, ჩინეთის მიმართ. იყო რევერანსული, იყო დიდმა, ესე იგი ამერიკა დიდია მოგესალმებით და ჯერჯერობით ბებერი უკვე ჰეგემონი, ხომ, რომელიც დღეს თუ არა ხვალ განუტევებს როგორც ჰეგემონის სულს. მაგრამ ამ ჰეგემონმა იცის, რომ აგერ მას ზურგში ესმის რუსეთის და განსაკუთრებით ჩინეთის სუნთქვა, ხო? აი ახლა 2 დღის წინ ჩინეთმა გამოიგონა სრულიად ახალი
იარაღი. ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ისე აზროვნებს როგორც ადამიანი. იარაღია ესე იგი, ეს ყველაფერია, ხომ? ესე იგი, ამაზე გადაირია ტრამპი, დააქცია ყველაფერი, როგორ შეიძლება, რომ კი ეს წაიითხეთ, აბა მისი მონაცემები, მისი განცხადებები. ჩვენ აუცილებლად უნდა დავხარჯოთ ამაში დიდი ფული, რომ დავეწიოთ ჩინეთს და გაუსწროთ მათ. ჩინეთმა უკვე ყველა პარამეტრით, ესე იგი, გადააჭარბა ამერიკას. ეკონომიკური განვითარების ტემპი ჩინეთი პირველია, მეორე ადგილზე გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები, მესამე ადგილზე არის ინდოეთი, მეოთხეზე არის რუსეთი. არც ერთი ევროპული ქვეყანა ათეულში არ შედის. მერე მოდის იაპონია, ინდონეზია, იაპონია დღეს თუ არა ხვალ უკვე ჩამოქვეითდება ქვემოთ და შეიძლება ვერც მოხდეს იმ ათეულში. გერმანია, საფრანგეთი და რაღაცა ესენი აღარ არის საცოდავში. არა, მორჩა, ხო? შემამაცხონებულო. მე ისევ ჩვენ ხელისუფლებას უბრუნდებით. ეს რეალობა ხომ უნდა გაითვალისწინო. და გადმოგდებული რო აქვთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, არ გვინდა ჩინეთი, ჩინეთმა არ უნდა გააკეთოს იქ რაღაც პორტი, რაღაც ერთი მდგაველი პორტია. ეს არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ჩინური და რაღაცა და არის ლანძღვაგინება. აბა ვინ უნდა გააკეთოს? ვინ უნდა გააკეთოს? აი თქვენ ბრძანეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ აბუ-დაბისთან დაიდო ხელშეკრულება რაღაცი მშენებლობის შესახებ, ეს განხორციელდება თუ არა ღმერთმა იცის ასეთი ხელშეკრულებები. ინვესტიციების შემოტანასთან დაკავშირებით. ეს ასეთი ინვესტიციები და ასეთი რაღაცა ძალიან ბევრი იყო სააკოვის დროს, სააკაშვილის დროს მამადიეთ, ასეთი ბევრი იყო დაპირებები იგივე ღარიბაშვილის დროს, მოგესწრებათ ღარიბაშვილს ძალიან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საამიროებთან და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერჯერობით აქ ვერავითარი ინვესტიცია ვერ დავინახეთ, ვერ ვხედავთ ამას, არ ჩანს ეს არცად. მაგრამ რაც ჩანს არის ის, რომ ჩინეთი აკეთებს გზას, ჩინეთი აკეთებს იმპორტს, აი გზას, რომელიც ითვლება სამხედრო გზა, რო ქვია რუსეთმა რომ მეფის რუსეთის დროს რო გაკეთა 1812 წლიდან დაწყებული საქართველოს სამხედრო გზა დაერქვა მას, ხომ? აი იმ გზას იქ გვირაბები გაიყვანა მთელი რაღაცა, ამის გამკეთებელი არის ჩინეთი და ჩინეთი აკეთებს, ხომ? ინვესტიციები არის ჩინური, აზიის ბანკის და განვითარების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დანარჩენი ევროპის მაგალითად რა გაკეთებს? ამერიკის შეერთებული შტატების ერთი პატარა ინვესტიცია დამანახეთ. არა, ხო იყო იქ სამხედრო დახმარებები იყო. არ მაინტერესებს სამხედრო დახმარება, მე ვამბობ ადამიანის განვითარებისთვის და ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის. რა არის სამხედრო დახმარება ამ იმ ტილიანი ორკაციანი ჯარის ისა რა ქვია, სასაცილოა უბრალოდ რა. თუ სადღაც ვიღაცა გაწევს და ჩვენ დავეხმარეთ იქით. საქართველოს დაეხმარა. მიიღო რა მონაწილეობა ერაყში, მიიღო რა მონაწილეობა ავღანეთში, აფრიკაში იღებდა მონაწილეობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რამდენი კაცი დაიღუპა ავღანეთში, ხომ? საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანია. თუ არ ვცევი 50-ზე მეტი, ხომ? რამდენი დაიჭრა და დასახეჭდა. ობამამ ერთ-ერთი ჯარისკაცი სავატყოფოჩიც მოინახულა, რომ ესაც პრეზიდენტი იყო მაშინ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი, ხომ? ესე იგი, რა შეეცეთ საქმე? ჩვენი დახმარება არ ყოფილა ნაკლები, ხომ? ამერიკისადმი, ხომ? რაც შეგვეძლო? რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ, ხომ? მაგრამ ამერიკელთა დახმარება ინვესტიციების თვალსაზრისით იყო გენიალური. ლუგარის ლაბორატორია, ხომ? 500 მილიონამდე დოლარი ჩადო ლაბორატორია, რომელიც არის მრავალი კითხვის ნიშნის ქვეშ. და საქართველოს საზოგადოებამ ჯერაც არ იცის ის საზიზღრობა, რაც იმ ლაბორატორიაში ხდება, ასე ვთქვათ, ამ ასეთი ლაბორატორიები პარალელური არსებობდა უკრაინაში და არსებობს უკრაინაში, ხომ? და აი უკრაინაში, როდესაც რუსებმა დაიკავეს ის ტერიტორიები, სადაც ეს ლაბორატორიები იყო, მოგესწრებათ, ყოფილი იმჟამად სახელმწიფო, ესე იგი, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამშრომელი, არ ჩვენ ენაზე მინისტრის მოადგილე ნულანდი, ვიქტორია ნულანდი დაიბარეს კონგრესში დაკითხვაზე.
ხელი დაადებინეს კონსტიტუციაზე, ფიცი დაადებინეს, იქ ტყუილს ვერ იტყვი. მან თქვა, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინაში ეს ლაბორატორიები, რომელიც აწარმოებს ბიოლოგიური იარაღს. წარმოიდგინეთ ახლა. ეს ათქმევინეს მას იქ. მაგრამ ნაწილი მოახერხეთ ამ იარაღის გატანა სხვა ქვეყნებში და მათ შორის ბულგარიის ლაბორატორიით. ეხლა შენ მამაცხონებულო, თუ ამას ყურს არ უგდებ და არ იცი, მაშინ ელემენტარულად ენა არ უნდა დაატრიალო პირში რა. ესე იგი, იმდენად კრეტინი ხარ, რომ ვერ ზომა ვერაფერს, რომ რა გაგიკეთა დასავლეთმა ამ 30 წლის განმავლობაში. ეხლა არის ლაპარაკი, იქ აი ფული მოგცა, ამაში დაგვეხმარა, იმაში და ამას რა არ მოგცემდა, შენ რო ყოფილიყავი, თქვათ, DST-ში, ანდა თქვათ, ევრაზიულ კავშირში და რაღაცა, არ გექნებოდა ესა. აგერ შეხედეთ ჩვენ მეზობელ სომხეთს, რომელიც იქაჩება და იმასაც ეს სისულელი ჩადენა უნდა, რაც საქართველოს ჩაიდინა თავის ევროკავშირის გაწევრიანება. ხო, ვერც გაწევრიანება და ვერც ვერაფერი, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა მისი სავაჭრო ეკონომიკური პოტენციალი ყველა ჯობნის ყოველ შემთხვევაში თუ ბელორუსს არ უწრებს და რუსეთს დანარჩენ ქვეყნებს თავში ურტყამს. ეს პატარა სომხეთი, ხო? აი, თავისი ეკონომიკური განვითარებით, სამრეწველო განვითარებით და ასე შემდეგ. რა, შენ ვერ მოახერხებდი? წარმოიდგინეთ ახლა საქართველოს ისეთი მიწა აქვს, რომ აქ ბოსტნეული ხილის წარმოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უმაღლეს დონეზე იქნებოდა აქ რომ ხელი გაენძრიათ და ვიღაცას ტვინი გაენძრიათ. მანდარინი ციტრუსებელ პება დასავლეთ საქართველოში ხეზე არის ჩამოკიდებული მთელი წლის განმავლობაში. ვერ გააქვთ. ვერ გააქვთ არა, ვერ კრეფენ, მუშახელი არ ყავთ. მომკრეფი არ არის, დამკრეფი ამის არ არის. სად არის ეს მუშახელი? ყველა არის გახიზნული ევროპაში. ჩვენ რომ ვამბობთ ახლა აი ევროპაში გვინდა, ევროკავშირში გვინდა, დიდი ხანია ჩვენ შესული ვართ ევროპაში, ჩვენი მოსახლეობა ევროპაშია. და ბოლოს ისე მოხდება რომ საქართველოში აქ არავინ აღარ დარჩება, ქართველი, ხომ? და საქართველოს მკვიდრი. აი ეს გაგიკეთა დასავლეთმა, ხომ? ვერ უნდა ხდებოდი ამას შემამოწყონებულო და ვერ უნდა ხდებოდი ელემენტარულად რომ აქ ცოტა სხვასთან გვაქვს საქმე. ელემენტარულად შენ ყოველდღიურად კარგავ შენს მეს, ანუ რაც ქვია სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. შეხედეთ, ადი გადით ქუჩაში და ელემენტარულად მიაქციეთ ყურადღება რეკლამებს და წარწერებს სუპერმარკეტებზე. წახეთ რა ენაზე წერია. ესე იგი, ინგლისური არის ქართული ასოები დაწერილი. მაგაზე გადაცემაც ხონდა სპეციალური. რა თუნდა ამას გადაცემა, ამას ხელისუფლების ტვინის განძრევა უნდა, ხომ? საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით პოლიტიკოსები ლაპარაკობენ იმ ანეკდოტისა არ იყოს სიგარეტის კოლოფს რო აჩვენებენ. ბავშვ, ეს 30 წლის წინათ იყო. კახელ ბიჭს ეუბნებიან, აქლებია დახატული ზეთ რა ცხოველი ესო და კემელია. აი ესია მთელი საქართველოს მოსახლეობა. თარგეტინგური, თარგეტი რა არის? რა იცის ახლა ოფშუჩი ან სადღაც რომელიღაც სოფელში თარგეტი რა არის? მოსახლეობა ორ კაცმა დარჩენილა. სოფლები დახურული, კაკალი მოსახლეობა იქ არ არის, არც არაფერი. საქართველოში ვინც არის დარბის ამ იმით დროშებით, ევროპაში გვინდა, წივილ-კივილით ამ ქუჩებში პრობლემებს უქმნიან ორ კაცს ამ მოსახლეობას დარჩენილს. ხელისუფლება რას აკეთებს? ხელისუფლება აგერ ბატონო გადასულია საკუთარი თავის ხელფასების მომატებაზე. მოიმატა ხელფასები 4000-დან გაიხადა 12-დან 16000-მდე პარლამენტმა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაგალითად საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს 20000 არარსებული ტელევიზია პირველი არხი რო არის საზოგადოებრივ რო უძახია იმის 20000 იმის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი მოსახლეობას რა? ამ პენსიონერს რა? პენსიონერს 350 ლარი. ხო, აი ესე იგი 34 ლარი თუ 37 მოუმატეს, ეს არის და ეს. როგორც კი ამის შესახებ ითქვა, იმ წუთას თქვი ტელევიზიაში, იმ წუთას დავწერე სტატიები, რომ ეს გამოიწვევს კატასტროფულ ინფლაციას. ვინ დაგიგდო ყური არ საერთოდ ვინ ვის უგდებს ხურს თავარია ხელისუფლებამ გაინახთა თავისი. ხო?
აბატონო, შეხედეთ ახლა რა დღეში ვარ ჩვენ. და რა კატასტროფული ინფლაცია. ორ თვეში წავიდა 2.73-დან 2.87-მდე. 87 კი არა. ორ თვეში. კვირას იყო 90 უკვე. 2.90 იყო. ეს თქვენ ამბობთ ბანკის კურსს ალბათ. რა ბანკის კურსს? აი სადაც გადასახურდაველია. გადასახურდაველი იქ იყო 2.90. მართალია ეს ერთი დღე იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხომ? ესე იგი წარმოიდგინეთ, ეს ტენდენცია გრძელდება, ხომ? კი. ესე იგი ტენდენცია გრძელდება იმისა, რომ კვების პროდუქტებზე, მომსახურებაზე და ასე შემდეგ ყველაფერზე არის გაზრდილი კატასტროფულად ფასები, ხო? გაიზრდება. ესე იგი როგორ ვიარსებოთ ჩვენ უბედურმა ხალხმა, ხო? მე აღარ ვამბობ პენსიონერი, არაპენსიონერი, ყველა უბედურები ვართ. არის წარმოუდგენელი, ამაზე ხელისუფლება უნდა იფიქროს. ყველა ხელისუფლების საფიქრალია ის, რომ არსებობს მილიარდერები, მილიონერები, შეძლებული ხალხი, შემდეგ არის უფსკრული და მოდიან ღარიბები. ეს აი ამას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკეთებს 30 წლის განმავლობაში. მილიონერები ყავს იმაში პარლამენტში დეპუტატებად და იცით რა შეა საქმე? აქ მილიონერები ყავს და რა არ ყავს და მათ ინტერესებს გამოხატავს ამის თქმა მინდა. საქმე ისა, რომ სერიოზულად არც საზოგადოება მიცის არაფერი და არც ხადია ხელისუფლებამ. და ხელისუფლებამ რო არ იცის, ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ამ პრობლემებს მისი უცოდინარობიდან გამომდინარე. ეხლა ეს მტვერი შეყრა თვალებში, აბუდაბიში, ინვესტიცია, არ შემოვა ეს ინვესტიცია და რაც შემთხვევად გიდათ, მაპატიეთ, მაგრამ ეს ინვესტიცია თუ ქვეყანა არ გექნება და არ გექნება ქვეყანა, ხო? იმიტომ რომ დასავლეთი შენ რომ იქით თავქუდ მოგლეჯილი მიექანები, მას შენი განადგურება უნდა, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა, ხო? უკრაინა უზარმაზარი უკრაინა. ამ ხელა ქვეყანა. ხო, 52 მილიონი რო დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხო? დღეს არის 19 მილიონი. აი იმ ყვირილმა, რომ უკრაინა ევროპა და რაღაცა და ასე და ნატოს წევრი და ხო, ნატო გვინდა, ევროკავშირი გვინდა, რა დონეზე მიიყვანა უკრაინა. ხო, ხედავთ არა? ეს მაგალითი არ უნდა იყოს ამ სულელი ქართველი პოლიტიკოსისთვის, არ უნდა იყოს შენ რა ვინმე თავზე ხელს გადაგისვამს, გეტყვის რომ უიმე რა კაი თვალები გაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა ქვია იმას გაგახარებს, არ გაგახარებს, უკრაინა არ გაახარებს, ხო ხედავთ არა? ჩააცვეს, დაახურეს, ცხადია, სამხედრო ფორმა, ხელში მისცეს ამერიკული იარაღი, მისცეს აბრამსის ტანკები, მისცეს 1000 შეიარაღება და ასე შემდეგ დააპირისპირეს რუსთან და ამ რუსმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა, აბა როგორ გონიათ ახლა. აიძულეს ეს რუსი, აგერ ბატონო, თუ ჩემი არ გჯერათ, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ამისინათ ამერიკის მომავალი რა ქვია, ჯანდაცვის მინისტრის რობერტ კენედი უმცროსის განცხადება. რას ამბობს ის რუსეთთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში ომი ჩვენ დავიწყეთო, ჩვენ დავაწყებინეთ, ესე იგი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავაწყებინეთ ომი უკრაინას. ომის დაწყება აქ რა გონიათ, იცით, აი რუსეთი შეიჭრა რა ქვია უკრაინაში. ეს კი არ არის დაწყება, კაცო. ეს არის უკვე ფაქტი გადადგმული ნაბიჯის, მაგრამ რა მაიძულა რუსეთი და ამის შესახებ წერს რობერტ კენედი. აიძულა იმან, რომ რუსეთმა 30 წელია ილაპარაკა ფუჭად, განსაკუთრებით 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა პირდაპირ უთხრა მის წინ იჯდა მაკეინი და ამერიკის დელეგაცია. თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ იჯირითოთ მსოფლიოზე, ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ დაარღვიოთ ის შეთანხმება, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ შორის. არა, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთი დიუნითაც არ უნდა გადმოხვიდე, არ გაფართოვდება ნატო აღმოსავლეთით. კენედი წერს 10,000-ობით მილი გავიარეთ ჩვენ
და 14 ქვეყანა აღმოსავლეთით შევიყვანეთ ნატოში. ეს რას ნიშნავს? და ახლა უკრაინას უპირებდით შეყვანას. არ იყო ასე? კი. აბა ახლა რუსეთი რო ომობს უკრაინასთან. შეხედეთ რა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ორი ქვეყანა და განსაკუთრებით უკრაინა, ხო? უკრაინამ ამ ომში დასავლური წყაროების მიხედვით მილიონი ადამიანი დაკარგა. მილიონი ადამიანი ხეიბარს და ასე ვთქვათ დასნეულებულს აღარ ვამბობ და არც არავინ იხსენებს. ბავშვები რამდენი და ხო. ეხლა უკრაინა გახდა ყველაზე კორუმპირებული მთელ მსოფლიოში. კორუმპირებული ქვეყანა ისეთი, რომ ბადალი არ ყავს მას მსოფლიოში. კორუმპირებული. წარმოიდგინეთ ეხლა ბავშვების გაყიდვა, დაჭრილი ჯარისკაცების ეს სხვა თემაა უკვე. ორგანოების ამოჭრა და გაყიდვა, ესე იგი ბავშვების გაყიდვა და ამ ბავშვების გაყიდვაში უცხოეთში გასულია ელენა ზელენსკაია. ამის რა ქვია ზელენსკის მეუღლე, ხო? ამის შესახებ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა გაეროში. არის მთელი ამბავი, ხო? ნუ ახლა იცით რა შეა საქმე და ჩვენ ვეტრფით უკრაინას და ვიღაც დეგენერატი შავლეგ ვიღაცა გეგეჭკორი, რომელიც არის საზოგადოებრივ არხზე შაბათკვირას თავის გადაცემაში ჩაი ორისთვის მეორეს ისა რა ქვია იმას პირველს უშვებს ქართულ სიმღერას და მეორეს უშვებს უკრაინულს, იმიტომ რომ უკრაინას ეტრფის. ვიღაც დეგენერატი. ვინ მისცა მას უფლება? ჯერერთი ეს ტელევიზიის პოლიტიკის ტელევიზიის პოლიტიკა ეს არ მაინტერესებს მე. ეს არის საზოგადოებრივ მე ფულს მახტევინებ ამაში. კი და დიფულს. რატომ ტენი ამ ფაშისტურ სახელმწიფოს? ეს არის ფაშისტური სახელმწიფო, კაცო. უკრაინა რა არის? ეს არის ფაშისტური სახელმწიფო. ვინ არის ზელენსკი? 5 მილიარდის პატრონი უკვე ვაჭრობით ამ იარაღით და ომის გახანგრძლივებით. აი რა არის უკრაინა დღევანდელი. და საზიზღრობა, რაც უკრაინაში ხდება, ეს არის წარმოუდგენელი. არავინ არ იცის, ეს არავინ არ ლაპარაკობს ამაზე. რატომ? და რატო აფრიალებთ ამ უკრაინულ დროშებს მე არ მესვის რა? რატო აფრიალებთ? რა მოგცა შენ უკრაინამ დედა გაგინა, მამა გაგინა, ყველაფერი ზელენსკიმ რაც იკადრა საქართველოს მისამართით, ესე იგი ის არ უნდა ეპატიოს მას, ხომ? და ჩვენ რას ვაკეთებთ? ესე იგი გასაპნული თავით უძრებით უკრაინას. და ეს მეორე ფრონტის ამბავი. არა, ეს მეორე ფრონტი თავისთავად, ეს მეორე ფრონტი ეს ყველაფერი ვიღაცამ თქვა რომ არა, მაგის მსგავსი არ ყოფილა განსაკუთრებით ოპოზიცია ამბობს და რა. მართალია ეს ყველაფერი, კაცო. მართალია, თუ ჩემი არ ჯერათ უკრაინელებს დაუჯერეთ აგერ. პადალიაკა ვიღაცები, ისინი პირდაპირ ამბობდნენ ამას. საქართველოს თუ უნდა თავის ტერიტორიების დაბრუნება ზუსტად ახლა დრო იმისათვის რომ დაიბრუნოს თავისი რუსეთის მიერ წართული ტერიტორიები. ამას არ ამბობდა უკრაინის ხელისუფლება. და ომი გინდა თო. ხო, და ესე იგი ვინ ალაპარაკებდა მას და ვინ უჭერდა ამ ლოზუნგებში მხარს? ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები. კარგით რა, ეხლა ბოლოს და ბოლოს თვალები უნდა გავახილოთ, ხო? არ არის ეს ახლა წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მიიყვანეს უკრაინა, ახლა ხო დაინახა ყველამ, რომ რუსეთი ნელ-ნელა მიიწევს წინ ტერიტორიას, 25% აქვს უკვე უკრაინის ტერიტორიის დაგავებული. უკრაინის ტერიტორია არაფერია, ეს უკრაინელების არ ყოფილა, კაცო. ეს იყო რუსეთის იმპერიის ტერიტორიები, რომელიც ლენინმა გადასცა საბჭოთა უკრაინას. იმისათვის რომ უკრაინას არ ყავდა პროლეტარიატი იმ დროს, იმიტომ რომ დასავლეთ უკრაინაში არავითარი ქარხანა არ იყო, რაც ქარხნები და საწარმოები იყო დონბასში. და ეს ლენინმა აჩუქა იმისთვის, რომ ელემენტარულად უკრაინაში ყოფილიყო პროლეტარიატი, ყოფილიყო ძლიერი კომუნისტური პარტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აქ ლენინს რა ქონდა მხედველობაში? უპირველეს ყოვლისა მსოფლიო რევოლუციები, ხო? რომ უკრაინა უნდა ყოფილიყო ისე როგორც საბჭოთა მომავალი საბჭოთა რესპუბლიკები, ეს შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო მსოფლიო პროლეტარიატის გამარჯვების და ასე შემდეგ, ხო? კი, ასეც იყო
ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის. ესე იგი, ფაქტიურად არ განხორციელდა ის, რასაც ფიქრობდა ლენინი და იმ შემთხვევაში მისი მარჯვენა ხელი ტროცკი, ხომ? სტალინი ჯერ არ ყოფილა. ხო, ტროცკის იდეა იყო ეს, ხო. სოფლიო რევოლუციები იყო, ეს ყველაფერი შეცვალა შემდეგ სტალინმა. კი ბატონო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ დაინახეს უტოპიური ისე რა ქვია. ასე რომ იცით რა, აქ მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული და დასაფიქრებელი. ჯერ ერთი ის რომ მხედველობაშია მისაღები ერთი რამ და ეს სერიოზული რამ არის. ელემენტარულად ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ერთმართველობა და ჰეგემონიზმი აღარ უნდა იყოს, ამას წერტილი უნდა დაესვას, ხომ? წერტილი დაუსვა ამას და აძლიერებს ამ პოზიციას პუტინის მიერ სამხედრო სპეციალური ოპერაცია დაწყებული უკრაინაში, ხომ? ეს არის 22 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო სწორედ რღვევა ჰეგემონიზმის, ხომ? უნდა ჰეგემონიზმის ნაცვლად უნდა იყოს მრავალ ასე ვთქვათ, ესე იგი, სისტემა ისეთი მსოფლიო ახალი მართვის სისტემა, სადაც ყველას შეიძლება კონდეს თავის სიტყვის გამოხატვის საშუალება, არა ვიღაც ჰეგემონის შიშით ან მოგრძალებით, არამედ თავისუფლად. მაგრამ რუსეთი არ იქნება ჰეგემონი მე რომ არავით არის რუსეთი, რუსეთი ჰეგემონი კი არა, რუსეთი არის ბრიკსში, გაერთიანებაში, სადაც არის ჯერჯერობით 12 ქვეყანა და მომავალში რიგია დამდგარი, რომ ამ ორგანიზაციაში რატომ? იმიტომ რომ მრავალ ფუნქციონალური დატვირთვა აქვს მას. ესე იგი, აქ არ არის ჰეგემონი, იქ ყველა ჰეგემონია. ესე იგი, ყველა მზად არის იმისათვის, რომ ყოველგვარი ერთ მმართველობის გარეშე მართონ თავიანთი ერთად მართონ მსოფლიო, ხომ? ესე იგი, აი ეს ბრიქსი ორგანიზაცია და შოსი ისეთი ორგანიზაციებია, სადაც არის საერთო მმართველობა და საერთო ყურადღება ყველასადმი, ხომ? ესე იგი, ნაცვლად იმისა, რომ ამას მიაქციო შენ ყურადღება და რაღაცნაირად იფიქრო იმაზე, რომ მომავალში დღეს კი არა, ხვალ ზეგ შენ გაწევრიანდე შოცში და ბრიქსში, შენ დაბეჯითებით იმეორებ ამ სისულელეს ევროკავშირში გვინდა, ევროკავშირში უნდა შევიდეთ, არ გიღებენ ამ ევროკავშირში და არ მიიღებენ, ხო? იმიტომ რომ არც ერთი პარამეტრი შენ არ აქვს 9 პუნქტი რო შევასრულოთ მაინც? არც 9 პუნქტი კი არა, 100 ჯერ 9 პუნქტი რო შეასრულო. რა შეასრულებ? ეკონომიკაში ხარ 0-ზე, ფაქტიურად ეხლა შენ რო ამბობ, რომ აი ჩვენ ამდენი პროცენტი, ის სხვანაირად გითვლის ამას. და რეალობაზე გითხრა, არაფერი შენ არ გაგაჩნია, ხომ? არა გაქვს სოფლის მეურნეობა, არა გაქვს მრეწველობა, არა გაქვს ხელოვნება, არა გაქვს კულტურა, არა გაქვს არაფერი. არა, კულტურა და ხელოვნება კი გვაქვს. არაფერი არ გაქვს. იმასთან შედარებით როგორ არა გვაქვს? არაფერი არ გაქვს. საბჭოთა კავშირთან შედარებით შენ ამ დონეზე დაგიყვანეს, რომ აღარაფერი აღარ გაქვს. არ იწერება, არც ერთი სიმღერა არ იწერება, არც ერთი ოპერა არ დადგმო ახალი 30 წლის განმავლობაში. ერთი რა ქვია, პოემა ან რომანი არ დაწერილა. შეხედეთ რა დგონეძეა, ხომ? აი იმ ევროპამ და იმ ამერიკამ დაგიყვანა ამ დონეზე. გამოგაშპერა, ხომ? გამოგაცალა ტვინი. აბა ერთე, გუბა შენ იმას ასაკისხარ საბჭოთა კავშირს მოეცა. კი, კარგად. აბა შეადარე მაშინდელი მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, მხატვრობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, რა ვიცი, რა გინდა წყობა არ მივარგო და არა, წყობაზე არ არის ლაპარაკი. ანეკდოტი რო არის. არა, გასაგებია. ესე იგი, ამ დონეს, ესე იგი, არა, კი, მაღალი საბჭოთა საქართველოს ხელოვნება და ლიტერატურა 70 წლის განმავლობაში ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. არ ყოფილა, ხომ? ეს ყველაფერი მიაღწია იმის წყალობით, რომ იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჯერ ერთი ასეთი აღარ არის უკვე მორჩა ეს ყველაფერი, მაგრამ ის ამბავი, რომ ასეთი იყო,
ამას ლანძღვაგინება კი არ ჭირდება. ამას შესწავლა ჭირდება და სხვანაირი დამოკიდებულება ჭირდება. როდესაც შენ აგინებ საბჭოთა კავშირს და საბჭოთა საქართველოს საკუთარი ისტორიას აგინებ და საკუთარი ისტორიის მაგინებელი ადამიანი ის ვერ იხარებს, ვერ გაიხარებს, ხომ? ის მუდამ დაიწყებს ამ ამერიკული ინგლისურის ჟღარუნს, მისი სიტყვების გამოყენებას, უკანალის ლოკვას, გასაპნულ თავს, რომ ადვილად შეძრეს ვიღაცის უკანალში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩვენი სამწუხაროდ და რა ვქნათ ბატონო, გამოსავალი რა არის? გამოსავალი ის არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უნდა გაანძრიოს ტვინი ამ ხელისუფლებამ. და საერთოდ ხელისუფლება ვერ გაანძრევს. ვერ გაანძრევს, სხვა ხელისუფლება უნდა იყოს. საერთოდ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ხომ? ვექტორი უნდა შეიცვალოს, ხომ? რა გიშლის ხელს მაგალითად იმაში, რომ აი ის ცარიელი სკამი შეავსო, ხომ? აზერბაიჯან-თურქეთის მიერ შექმნილი პროექტი 3-3-ზე, ხომ? 3-3. 3 ესე იგი რუსეთი, თურქეთი, რა ქვია, ირანი, ეს გარე ქვეყნები და 3 ამიერკავკასიის რესპუბლიკა. ესე იგი ყოფილი რესპუბლიკა, დღეს ქვეყანა. ესე იგი აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. ეკონომიკური ურთიერთობებია ეს, ხომ? ეკონომიკური კავშირებზეა ლაპარაკი. შენ მომაცხონებულო იქ რომ ირბიხარ სადღაც 900-ით და იქიდან შემოიტან ვითომ ინვესტიციას. აგერაგა გვერდში და ყურძის ძირში გაკ ყველაფერი. ამერიკას არ აწყობს ამაგე. არა, ამერიკას რა აწყობს, ეს არის მაგაშია საქმე, ხო? მაგაშია, ამიტომ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი, ხო? შენ რაც არ უნდა ჩაეხუტო ამერიკას, შენ ამერიკა ვერ მიგიზიდავს მაგნიტივით და ვერ გადაგაქცევს პანამის ადგილას ვერ დაგსვავს, ხომ? შენ იქნები რა ქვია 12 საათის დაშორებით სტრაფმავალი თვითმფრინავის რო აიღო, ხომ? 12 საათია, 8 საათი მინიმუმ, ხომ? ამერიკამდე ფრენისათვის და კიდე პირდაპირ ფრენები არ არის, ევროპაში უნდა ჩახვიდე, იქიდან უნდა გადაჯდე სხვა თვითმფრინავზე ასე შემდეგ. ბიჭო, ელემენტარულად ამაზე მაინც ხო უნდა იფიქრო. აი ეკონომიკური თვალსაზრისით ხო, ეკონომიკა რო სპობს შეიძლება ამ ქვეყანასთან, აი ამ სიშორეზე მყოფ ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ელემენტარულად იქიდან წამოღებული პროდუქციის აქ შემოტანა, იქ თუ ღირს 2 კაპიკი, აი ეს სატრანსპორტო ხარჯები ხომ ზრდის ამის ფასს, არა? ამაზე ხო უნდა დაფიქრდე, შემამაცხონებულო. და რადგინდა ამის იქიდან შემოწევა 3 მილიონია საქართველოს მოსახლეობა, მეტი ხო არ არის? არც არის ახლა. არც არის. ამ 3 მილიონის გამოყვებას არაფერი არ უნდა. უნდა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ნორმალური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბება. და არა ისეთი ვიღაც ბიზნესმენი მაპატიეთ ამ სიტყვისათვის ლევათ რო გაიქცევა რუსეთში რაღაცა საქმე ჩააწყობს, ნახევარს მოტეხს თვითონ ჯიბეს ჩაიდებს და ასე შემდეგ და იმას შემოგტენის საქართველოს. ეს არის მოქმედებს პოლიტიკური მასე და დემოკრატიულ განვითარებაზე და პოლიტიკურზე ვამბობ. ვექტორი უნდა შეცვალო, ბაბაია. უნდა შეცვალო, არ მოგცა ამან 30 წლის განმავლობაში არაფერი და რაც მოგცა, არის დეგრადაცია ყველა მხრივ. ხომ? ეკონომიკური თვალსაზრისით, საფინანსო თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით და რაც თავარია მენტალური აზრი დაკარგა საქართველოს, კაცო. განათლება არ აქვს, არაფერი არ აქვს, ყველაფერი თავიდან არის დაწესებული. ხო ხედავთ არა? კი. არ არის ქვეყანა, არ ქვია ქვეყანას. ქვეყანა სადაც არ არის სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. თუ არ აქვს ეს ორი დარგი, ქვეყანა არ იქნები შენ, ხო? და სააკაშვილის დროს რა იყო? ვიღაც გაბიანი, ყმაწვილი, გოგონა ვიღაცა ლექციას უკითხავდა მთელ საქართველოს, ჩვენ არ გვინდა ბატონო სოფლის მეურნეობა, არ გვინდა მრეწველობა, არც არა, ყველაფერს ვიყიდით უცხოეთში. ყიდულობთ ეხლა? კიდევაც რომ მოიყიდო, რომ ჰამლეტი რამხელა თანხებია ეს. ამიტომ გუბას რა შეეყო? რო იყიდო, უნდა გაყიდო, ხო რაღაც. ხო და რა უნდა გაყიდო? რა უნდა გაყიდო? ტუალეტის კაღალს ვერ აკეთებ, კაცო. ტუალეტის კაღალდი ვერ გაუკეთებიათ ამ ამაცხონებულებს და ასანთი
ასანთი არ არის ხო? ასანთი ტუალეტის ქაღალდს უჩვევენ რაზე? არა, რას უჩვევენ? ეს უხარისხოს. ტუალეტის ქაღალდი ხო არ არის, ეს არის საშინელება. ხომ? აი ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, აი ასეთი რა აქ არ შეიძლებოდა გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა. არსებობდა ეს, ხომ? ესე იგი, ხილის, ყველაფრის, რა ვიცი, 1000 რაღაცა. ჩაი, გასო, ჩაი. ჩაი, მეაბრეშობა, რა ვიცი, რამდენი დარგი ჩამოვთვალო, ხო? სულ ამოზირკვეს მთელი ჩაი. საქართველოს, დასავლეთ საქართველოს. საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს გაქონდა აუარება რაოდენობის საექსპორტოდ საქონელი, ხო? საექსპორტოდ. ჩარხშენებელი ქარხნები იყო. პიროვი ჩარხშენებელი ქარხანა იყო უნიკალური მთელს იმაში, რა ქვია. და აღარ ვამბობ ახლა 97%-ს საბჭოთა კავშირის მოთხოვნილება ჩაიზე აკმაყოფილებდა საქართველოს. 97% წარმოიდგინეთ რა. ერთადერთი ის იყო. აი აქ გახსოვთ ალბათ 800 წლისთავი ჩატარდა რუსაველის 66 წელს, კი. დიახ. და ირაკლი აბაშიძე იყო ამის თავმჯდომარე, ეს მარტო საქართველოში კი არ ჩატარებულა. სოფლიო მასშტაბის ღონისძიება. სოფლიო მასშტაბით კი არა, მთელ საბჭოთა კავშირში ჩატარდა. სოფლიო იყო უცხოელი სტუმრები იყო. ასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა მოსკოვში. კი, რა თქმა უნდა, ამასაც. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ დამზადდა სპეციალური უცხოელებისთვის თუნუქის გვალ კონტეინერებში ვეფხვის ტყაოსნის დასურათებით ჩაი. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ასეთი ერთი კოლოფი შემინახავს. და მე მუშაობდი მაშინ იმ დელეგაციებთან, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდი და მქონდა შეხება იმ სტუმრებთან, რომლებიც იყვნენ საქართველოს უამრავი სტუმარი იყო ჩამოსული და ერთი კოლოფი უბრალოდ შემინახავს რა. და ახლა ვნახე. გავხსენი და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი არომატი დადგა ბინაში, წარმოუდგენელი, ხო? იქნებ ერთი გადაცემა მაგ ჩაისთან ერთად გავაკეთოთ. ვისაუბროთ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი იყო წარსულში. ხო. იმიტომ რომ ქვეყანა იყო მაშინ. და დღეს არ ახარ ქვეყანა. მაშინ იმას უძახდი მონები ვიყავით. კი. გინახია თქვენ სადმე ღრიპიანი მონები ჩახვიდოდი მოსკოვში და ჭაჭის არღით აყენებდი მილიონიან საქმეს. ეს იყო. ეს იცით რა შეა საქმე? არაფერი გასაკეთებელი საქართველოს არ ქონდა. იმიტომ რომ ყველაფერი ეს ეძრეოდა საქართველოს ისედაც. იმიტომ რომ საქართველოს წარმომადგენლობა იყო როგორც პარტიაში საკავშიროში. ისე იყო დეპუტატების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ნებისმიერ ორგანოში იყო საქართველოს წარმომადგენელი. ხომ? წლების განმავლობაში უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ქართველი იყო. გიორგაძე, შემდეგ მენთეშაშვილი. ეხლა მე აღარ ვამბობ ცეკას შემადგენლობაში რამდენი კაცი იყო. და რაღა შორს წავიდეთ, პავლე გილაშვილი მუშაობდა შემდგომში ესე იგი უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე საქართველოში. პავლე მუშაობდა ცეკა KPSS-ში, მოსკოვში. 8 წლის განმავლობაში იყო ცეკა KPSS-ის პარტკომი. პავლე გილაშვილი. აღარ ვამბობ ახლა დანარჩენებზე, ხო, მაგრამ ესე იგი რამდენი მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ და ასე ყველა იმ საკითხებს რაც საქართველოში მოდიოდა, იქ ყველგან იყო ქართული წინადადება, ქართული ასე ვთქვათ, რაც საქართველოს ეხებოდა. ასე იყო ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა. რატო უძახი შენ თავს მონას? ეს არის მონობა, შემამოწონებულო. რაც მაშინ აშენდა და გაკეთდა ადამიანის უფლებები ერღვეოდა. რაც მაშინ ამლეთ ადამიანის უფლებები ერღვეოდა. რაც მაშინ აშენდა და გაკეთდა, ხომ? საქართველოს ვერასდროს ვერ მაშინ გაკეთდა თბილისის ზღვა, მაშინ გაკეთდა უამრავი მეტრო, მევენახეობა, მთელი რაიონი. აი დღეს ამ იმაში რა ქვია, ქვეყანაში რო დადიხარ და ამ იმას შენობებს რო უყურეთ, ყველა ესენი აშენებულია საბჭოთა კავშირის დროს. კი ბატონო. იცით, გონებაა საჭირო, ყველაფერს უნდა მიატანო გონება. და რაც მთავარია, უნდა კონდეს განათლება, მაგრამ განათლების სისტემა
არის აბსოლუტურად მორღვეული. ნოლის ზონეზე არის დასული. მაგრამ ისიც ვერ ხშველის რომ ამთავრებენ ამერიკასა და ინგლისში ჩამოდიან და რა? არა, არ ამთავრებენ, ვინ ამთავრებს? არც არავინ არ ამთავრებს. ეს შენგეუნებია რომ ამთავრებო. აძლევენ სერტიფიკატებს რაღაცა. ესე იგი კურსებს სააკაშვილმა რა ჰარვარდში სააკაშვილმა ისავლა 3 თვე და ნახევარი იმის არც გადიოდა იმ იმაზე, რა ქვია. და აქვს ეს დიპლომი ვითომ ჰარვარდის. ვისაც სერტიფიკატი, ასეთი სერტიფიკატები არის გამოკიდებული აფთიაქებში, რომ შეხვალ კედლებზე უკიდიათ, აი ესა ვარ, ისა ვარ, ის დავამთავრე. ხო, აფთიაქი. აი ასეთი სერტიფიკატებით არიან ეს მამაცხონებულები. ჩვენი სერტიფიკატები არის ციხეებში ევროპის, ხომ? აქედან წასულები არიან მომლელები, ვიღაცის უკანალის ბანებლები და ასე შემდეგ. კრიმინალები. და აი კრიმინალი ეხლა დაუჭერია 15 კაციანი თუ 19 კაციანი ჯგუფი. ბანდიტურ ჯგუფებში გაერთიანებულები სისტემატურად ესპანეთში, იტალიაში და სხვაგან. აი ესეთი ვითარება. კარგი, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, საკმაოდ მძიმე, საკმაოდ პერსპექტივებს მოკლებული, მაგრამ საინტერესო, მნიშვნელოვანი, რაზეც ღირს დაფიქრება. დაფიქრება კი არა, რაღა დროის დაფიქრება, დრო აღარ არის უკვე რა. დაფიქრება, აბა სხვაგვარად არ გამოვა არაფერი, თუ არ დავფიქრით კიდევ ერთხელ, სერიოზულად ოღონდ. მე მაგის ეკვიმეპარება, რომ ვინმე აქ დაფიქრდება, იმიტომ რომ დაფიქრდე ტვინი უნდა კონდეს, აქ ტვინი პოლიტიკოს სამწუხაროდ არ გააჩნია. კი ბატონო. კარგი, მადლობა. არაფერს. საინტერესო საუბრისთვის, ვფიქრობ, რომ მაყურებელიც ინტერესით გვადევნებდა თვალს. ასე რომ მომავალ შეხვედრამდე მადლობთ ასეთი დიალოგისთვის და საინტერესო საუბრისთვის. კარგად გზადებოდეთ.